მკვლელი მანქანების შესახებ გასულ კვირას თქვენ კურიერისაგან მოისმინეთ. პოსტსკრიპტუმისათვის მიშა სესიაშვილი შეეცადა მეტი დეტალი გაეგო. ავტომობილი ფრანკენშტაინის ისტორია ტიპიურ ევროპულ ავტოსასაფლაოზე იწყება და შემდეგ ის საქართველოდე გრძელ გზას და ხელმარჯვე ოსტატის სახელოსნოს გამოივლის. თუმცა დიდი ალბათობით ის თავის არსებობას ისევ ავტოსასაფლაოზე ასრულებს ამჯერად კიდევ ერთი ტრაგიკული ისტორიით. ეჭვი რომ თბილისის ქუჩებში ავტო ფრანკენშტაინები დადიან სატრანსპორტო სფეროს ექსპერტებს დიდი ხანია აწუხებთ. თუმცა გერმანული CDF-ის სატელევიზიო გამოძიება ამ ეჭვის პირველი ფაქტობრივი დადასტურებაა. გერმანიაში ავტოსასაფლაოზე დაჭრილი მერსედესის ცხვირში ჟურნალისტებმა ფარულად GPS გადამცემი ჩაამონტაჟეს. თბილისურ სახელოსნოებამდე გამოყვნენ და ქართველი ხელოსნების მიერ გაცოცხლებული ავტომობილიც საკუთარი თვალით ნახეს. შეკერებული მანქანის კვალს გერმანელი ექსპერტები აი აქამდე გამოყვნენ. ეს რუსთავის საბაჟო ტერმინალია, საიდანაც როგორც ჩანს, ფრანკენშტაინის ახალი და ხიფათიანი ცხოვრება ახალ მფლობელთან ერთად თბილისის ქუჩებში გაგრძელდება. სამწუხაროდ კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას, რომ ეს მხოლოდ გერმანიას არ ეხება, იგივე ხდება იაპონიიდან იმპორტირებული ესე ეგრეთ წოდებული ავტომობილის ნაწილებისა და ასევე ამერიკიდან. ავტოსაგზაო შემთხვევისას მანქანა იყოფა პირდაპირ შუაზე, სასაფლაოზე, სადაც გადაყრილია პირდაპირ ეს ავტომობილები. იღებენ იქიდან ერთის დაუშვათ წინა ნაწილს, ვარგის, ხოლო მეორეს უკანა ნაწილს და პრაქტიკულად ავტომობილი ეწყობა აბსოლუტურად უფასოდ, შემდგომ რა თქმა უნდა კუსტარულად. დავით მესხიშვილის ინფორმაციით, გარდაცვლილი ავტომობილების რეინკრანაცია ძირითადად თურქეთში, ტრაბზონის მიმდებარედ ხდება. იქიდან კი სახელდახელოდ აწყობილი ავტომობილი საქართველოს საზღვარს სრულფასოვანი სატრანსპორტო საშუალების სტატუსით კვეთს. თუმცა გაუგებარია, როგორ უნდა დარეგისტრირდეს ავტომობილი, რომელიც ჯართიდან საქართველოში ააწყვეს. ზარა ცალკე შემოდის, ძრავა ცალკე შემოდის და აქ ხდება მისი აწყობა. მაგრამ ჩემთვის საერთოდ გაუგებარია, როგორ ხდება შემდგომ კი ამ ავტომობილის გამბაჟება. კონტეინერში 4 ავტომობილი ეტება, გადაჭრილი ცხვირი ანუ ნახევარი მანქანა კი 20-მდე. გერმანელი ჟურნალისტების დასკვნით ამგვარად ერთ კონტეინერზე ავტოდილერები 20,000 ევრომდე მოგებას ნახულობენ. ეგრეთ წოდებული ცხვირების იმპორტი საქართველოში წლებია, მეურვედი სათადარიგო ნაწილების ძირითადი წყაროა. იმპორტის ჯამური მოცულობა კი წლიურად 50 მილიონ ლარს აღწევს. მოვაჭრეების განმარტებებით დანაწევრებული ავტომობილიდან ახალი რომცა აეწყოს, მოგების მიღება გაჭირდება ხელობის სირთულიდან გამომდინარე და რეალიზაციაც, რადგან გამოცდილმა თვალმა ქირურგიული ჩარევები ადვილად უნდა ამოიცნოს. გამორიცხული რომ ამ ეს მანქანა გააცოცხლო და იარო, არ არსებობს რომ ეს წაიღო და განაბაჟო და ნომრები მიანიჭა. უკვე ნაწილისგან შემდგარ რაღაცა ნივთს ვეღარ მიენიჭება, ვთქვათ, ის სტატუსი, ვერ მოხდება მისი გაფორმება როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალების, ვერ მოხდება დარეგისტრირება და ეს საშუალება ვერ მიიღებს სახელმწიფო ნომერს. თუმცა გერმანელი ჟურნალისტების მიგნებები, თუნდაც გამონაკლისის სახით, სულ სხვა რეალობას ადასტურებს. ერთ-ერთ ფარულ ინტერვიუში ქართველი დილერი გერმანელებს უხსნის, რომ ყველა გადასახადი უკვე გადაიხადა. რესტორანში კი, სადაც გერმანელი და ქართველი ავტოდილერები ილხენენ, ჩანს იარაღიც, რომელთაც ადგილობრივი მასპინძლები თავს იწონებენ და რაც შესაძლოა გავლენიანი პირების მფარველობას მიანიშნებდეს. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ განბაჟებისას ხდება ავტომობილის საიდენტიფიკაციო პარამეტრების შემოწმება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, თუ მანქანის ფერი, საიდენტიფიკაციო ნომერი და ავტომობილის სერია ემთხვევა საბუთებში მითითებულს, ის ნომერს უპრობლემოდ აიღებს. თუმცა არასამთავრობოების ერთი ნაწილი თვლის, რომ დეტალურად მანქანის საიდენტიფიკაციო ნომრები არ მოწმდება. ამიტომ არის ის უნიკალური ნომრები დატანებული იმ ძარაზეც, ძრავზეც და შასიზეც, რომ ჩვენ უნდა ვაკონტროლოთ ამის მიხედვით, რომ სხვა არაკეთილ სინდისიერმა ადამიანებმა არ მოახდინონ თვითნებური ჩარევა ავტომობილებში, რაც შემდეგ ავტოსაგზაო შემთხვევების დროს ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის იმ ადამიანებს, რომლებიც იმყოფებიან იმ ავტომობილში. მსუბუქი ავტომობილების ტექნიკურ პასპორტებში მხოლოდ ვინ-კოდია მითითებული. თუმცა ძრავის, ძარის და შასის ნომრები იშვიათი გამონაკლისების გარდა არ გვხვდება. რაც ნიშნავს, რომ საქართველოში ნაავარიები მანქანის შეკერება სამართლებრივად კიდევ უფრო ადვილია ვიდრე იმპორტულის. ასე რომ რა მანქანაც არ უნდა იდგეს თქვენს თვალწინ ან ეწეროს მის ტექნიკურ პასპორტში, მასში ჩაჯდომამდე 100-ჯერ გაზომვა და გადაბმის სავარაუდო წერტილების კარგად შემოწმება მოგიწევს. აქ და მეორე უკვე აქ. გერმანელების ინფორმაციით, ორი ნაწილის შეერთება 900 ევრომდე ჯდება. სახურავი დამატებით 600 евро. მანქანა კი, რომელიც საბაჟო ტერმინალზე დააფიქსირეს, $3,700 იყიდებოდა, რაც ავტოდილერების ბუღალტერიას გაუგებარს ხდის. გერმანელმა კოლეგებმა ჩვენი კითხვები უპასუხოდ დატოვეს. გვითხრეს, რომ უახლოეს ხანში ამ დანაშაულებრივ სქემაზე კიდევ ერთ ჟურნალისტურ გამოძიებას გამოაქვეყნებენ.